დაუბრუნდით და ვაგრძელებთ ჩვენი კინოთეატრების ვიქტორინას, იმიტომ რომ ვათამაშებთ აი ეს ძალიან სიმპათიურ 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს ჩვენი კინოთეატრებისგან, მინიონებისგან. და შემდეგი შეკითხვა ჩვენი ვიქტორინის, რა მთავარი ცვლილება არის ტრანსფორმერების ძირითად კასტში, ანუ მსახიობთა შემადგენლობაში? უნდა გითხრათ, მოკეთ რომელი მსახიობი რომელმა მსახიობმა ჩაანაცვლა ახალ ფილმში. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ამ პოსტის კომენტარებში უნდა დაწეროთ სწორი პასუხი და კიდევ შემდეგ მოგახსენებთ. ზუსტად ასევე უნდა მოიქცეთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ამ შეკითხვის შემდეგ ზოომარტი ათამაშებს საოცრად იტალიური ბრენდის ესეთ ლაბადა საწვიმარს, ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის იტალიური ლაბადა პატარა ზომის ძაღლებისთვის 25 ზომა თუ გაინტერესებთ და ესეც საკვებს. მე მინდა რომ ამ სუპერ პრემიუმ ხარისხის საკვებს კარგად შეხედოთ, იმიტომ რომ ძალიან დაგეხმარებათ შეკითხვაში პასუხის გაცემა. შეკითხვა შემდეგნაირია. რომელი დეკორატიული ჯიშის ძაღლი გამოიყვანეს მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში მუშა მაღაროელებმა? ვარიანტებია პეკინესი, ჩიხუახუა, ბულტერიერი, იორკშირ ტერიერი, ტოი ტერიერი და მალტეზი. პატარა პოსტსკრიპტუმი მაქვს. ეს ძაღლი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში, გამოირჩევა დახვეწილი ვიზუალით, ხიარული ხასიათით, მცირე ზომით და უხდება წითელი ლაბადები. ამოიწურანინო. პაროდები თქვენ სწორ პასუხს. კიდევ ერთი სიახლე მინდა გამცნოთ. მაღაზია ზოომარტში იპოვნეს დაკარგული ძაღლი. 2 წლის ჰასკი სახელად მარგო, თურმე პატრონს გაექცა და 2 დღის განმავლობაში მისი პოვნა იყო შეუძლებელი. ძაღლის პატრონმა ჰასკის ფოტო ატვირთა ინტერნეტში და მარგოს ფოტო ზოომარტის თანამშრომლებმაც ნახეს თურმე და სწორედ ამ თანამშრომლმა იცნო ეს ძაღლი ქუჩაში და მიიყვანა ზოომარტში. ამის შემდეგ დაუკავშირდნენ პატრონს და ესე ბედნიერად დაუბრუნეს და ძალიან ემოციური შეხვედრა იყო, როგორც აკეთებთ. ხო, არ დაკარგოთ ეგეთი ძაღლები რა. 2 დღის წინ გაიპარა დილის 7 საათზე სახლიდან, მან როცა მანქანა გამოყავდა. მაგრამ რაღაც ვერ დაინახეს უბრალოდ სად გაიპარა, რა მიმართულებით წავიდა, იმ წამსვე გავაკეთე განცხადებები ინტერნეტში, ავტვირთე ყველა ცნობილ ძაღლების გვერდზე, ესე ვთქვათ, ჰასკის ოფიციალურ გვერდზე დაწყებული ძაღლი ჯიზეს და ასე შემდეგ. უშედეგოდ ვეძებე პირველ საათამდე, მე რაღაც ხალხი ძალიან გააქტიურდა, დაახლოებით 15-მდე ადამიანმა დამირეკა, რომ საბურთალოს მინდა მოიფშხედავდნენ ხანიკ-ხანაკ. და ბოლოს აღმოჩნდა მაღაზია ზოომარტში, რომელსაც მის მფლობელებსაც მინდა და მენეჯერსაც ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. თანამშრომლები ხშირად ვიცნობთ ინფორმაციას დაკარგული ცხოველების შესახებ, რადგან ისეთ ტერიტორიულად ისეთ ადგილზე ვართ, იპოდრომთა, რომ ხშირია დაკარგული და გამოქცეული ცხოველების შესახებ, ანუ გვაწვდიან ინფორმაციას და ანუ აქ ვცდილობთ დავაკავოთ ხოლმე ცხოველები და შემდეგ პატრონები მარტივად პოულობენ. ამ შემთხვევაშიც სამსახურის წამოსვლამდე ვნახე ინფორმაცია დაკარგული ჰასკის შესახებ და ვიცადე, როგორც კი ჩამოვედი სამარშრუტო ტაქსიდან, შევხედე, ვიცანი მომენტალურად. აი, ასე ბედნიერად დასრულდა ეს ამბავი და ზიანო და თქვენ ზიანო და კიდე ბობოს გაგვაცნობს. ერთი წლის მალამოტი, ძალიან წელკი და მხიარული, ძალიან მაგარი ვერ მიიღო, დიდხანს ვიბლარძუნეთ, მაგრამ რაღაც პრობლემებიც ხან და რომლებიც მალე მოვაგვარეთ, იმიტომ რომ როგორც წესი. როგორც წესი არ არის ხოლმე რთული ასეთი პრობლემები და ნახოთ კი. ალიასკის მალამუტი არის 1 წლის, როცა მოგვიყვანეს იყო 2 თვის და ძალიან უყვარს ადამიანები და სიყვარულს გამოხატავს შემოხტომით, რაც ადამიანებისთვის ძალიან უსიამოვნოა. როცა მინდა მოფერება, მოდის და მახტება სულ. ასევე მანქანებს აჭამს ნაწილებს და ყველაფერს ხნის. ეხლა ვართ სოფელ წოდორეთში, ეს არის თბილისთან ახლოს, ლისის ტბიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრში. საოცარ ძაღლთან მოვედი სტუმრად, ეს არის ალიასკური მალამუტი. ნუ აი რაღაც ულამაზესი ძაღლია და უძლიერესი ამასთან ერთად, იმიტომ რომ ეს არის ციგისთვის, მარხილისთვის გამოყვანილი ჯიშია. მანქანას ახტება, კაწრავს, საბურავებს ღრნის, ეს ერთი და მეორე არის ყველა სტუმარს ახტება, ეფერება და ძალიან აქტიურად ესალმება. ამ ძაღლს დომინირებისადმი მიდრეკილება ყოველთვის ლიდერობისადმი. ეს უნდა ბავშვობიდანვე, სულეკობიდანვე უნდა იყოს უმკაცრესი კონტროლის ქვეშ. თუ ეს კონტროლი დაიკარგა, მერე უკვე ძნელია მისი გაჩერება.
ხელები მკესე კორპუსთან და არ ვაქცევ ყურადღება. გაგიჯდა, ხო გაჩერდა. ეხა შემოვდივარ. აი მომშორდა. აღარაფერს, ეხა კიდე თუ წამოვა, კიდე მივტრიალდები. ძალიან მარტივია. ერთხელ ძალიან ადვილად გამოგვივიდა, იმიტომ რომ ბევრი ხალხი იყო აქ. ეხა ხალხი სახში შევიდა. ერთხელაც ვსდივ ნახავ, აბა ამჯერადაც ესე ადვილად მომშორდება თუ არა. მომშორდა. აი ეს არის სულ ძალიან ადვილია რა. მეჩალეჩა, რო არ მივაქცია ყურადღება მომშორდა. როგორც წესი ეს ზაღლი რო ახტება, მომსვლელი ყოველთვის, შენ ამაზაღლო გამიშვი გამონება ფუ, რაღაცებს ეძახის უყვირის, ანუ ამის თამაშს ყვება. ეხლა აღარ მივაქცია ყურადღება, რამდენჯერმე სცადა ჩემთან თამაში და მიტრიალდა წავიდა. ძალიან ადვილი გასაკეთებელია, ამას ურჩევ ყველას. ყველაფერი გამოვა. აი ხაც მოდის. აჰა, და წავიდა ეგრე. დაინახა შევტრიალდი, არ ვეთამაშები მომშორდა. აი ეს არის რასულ. არის კიდე მეორე პრობლემა, როგორც მახსოვს, მანქანებს ერჩის, აი დაღრღნა, ხო, ეს კანტი დაღრღნა, იქ დაკაწრა, იქ როგორც მახსოვს, მაგიდაც დაღრნა თუ რაღაც მაგიდის კიდე ბოთლი, ხო. ეს არის, როგორ გითხრათ, ეს არის ზაღლის მოწყენილობის შედეგი. ეს არ არის საკმარისი ზაღლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დარბის და თითქოს აქვს საშუალება, რომ ფიზიკური ენერგია დახარჯოს. ზაღს მაინც უნდა ყოველდღე გაყვანა საშუალოდ 1 საათი. ერთხელ მაინც სასურველია ბევრჯერ, 1 საათი დღეში უნდა იყოს ყოველდღე. სეირნობა გარდა იმისა, რომ ფიზიკური ენერგიას დაახარჯინოს, მოწყენილობასაც გაუქრობს. ეხლა გადაუხვიოთ, გადმოუხვიოთ, მაგრამ მოწყენილობით დავიწყეთ, ხო? მოწყენილობა რომ აღარ იქნება, აღარც ამას დაღრნის. ეხლა აღარ იცის საქმას. ეზო კი აქვს, მაგრამ ნუ რა ამ ეზოში ყველაფერი დაყნოსენილია, ყველაფერი მონიშნულია, გააკეთოს. ხო, არაფერი ინფორმაცია აქ არ არის. ზაღს მუდმივად ჭირდება ახალი ინფორმაციის მიღება. რომ მოიყვანთ უკვე დაღლილ ზაღს. დაამატეთ კიდე 5-10 წუთი ვარჯიში, იქნება იდეალური ამისთვის. ეს თან ყოველდღიური თუ იქნება, არის ძალიან კარგი. მოდი. დაჭდა. ეს არის მოდი, მეტი არაფერი. ეხლა ვნახოთ როგორ წვება, დავუშვათ ხო ზის უკვე. დაწიკი. ეს ვინ დაუგდო საიდან გა? დაწიკი. დაჯიკი. აი იგივე ვარიანტი, დაჯიკიზეც იგივე. ბრძანება ერთხელ და სიჩუმე ველოდებით სანამ არ დადება. დაწიკი. აი ეს, გამოვიტყვე, რომ წინა ფეხები გაშალოს. ეხლა კიდე ერთხელ მოდი. დაჯდა. დაწიკი. აზრაცილო ზაღლი. всё. აბა შენ გააკეთე ახლა. მოიცადე? დაჯიკი. დაჯიკი. მოდი უთხარი და დაჯიკი აღარ უთხრა მეთქი. მოდი და დაჯიკი სხვადასხვა ბრძანებები. კიდე, მოდი უთხარი. მოდი. და ო, ერთხელ ბრძანება. მოიცადე დაჯიკი. თუ ერთხელ ვერ გაიგონა, ან დააწრუბუნე ტუჩებით, ან ფეხზე დაერტყი ხელი, ან დაატკაცუნე რამე სხვა ხმა გამოეცი. აეგრე. შეგიძლია სპეციალურად ზურგითაც დადგე, რომ თუნდაც შემოგიარო ზურგით. მოდი თქო უთხარი. მოდი. ხო? აჰა. და დაჯდა. აეგრე. ხო და ესე მივიტყუოთ. აეგრე. კი, გაიძაღლე. კარგი ჭკვიანი ბიჭია ძალიან. აჰა. ეხლა აბა დაჯდა მოვასწავლოთ. ეხლა ხო დგას? დავაწვინო? დაჯდეს ჯერ. აჰა. შენერი, აი ეს უნდა ყოველდღე ვარჯიშის იმ სეისეარულის მერე 15 წუთი რა. ერთხელ ბრძანება. აი ესე, კარგია. მოვედით.
ტოდორეთში ვიმუშავეთ და ძალიან გმაყოფილი ვარ. თუნდაც იმით, რომ გავიცანე ძალიან მაგარი ძაღლი, მალამუტი უზარმაზარი თავით და თვითონაც უზარმაზარი. ბევრი ვეფერეთ, მაგრამ ბევრიც ვიმუშავეთ. სპეციალური განსაკუთრებული ძაღლია მალამუტი, უნდა ძალიან მკაცრი კონტროლი პატრონისგან, უნდა ბევრი სიარული და ბევრი ვარჯიში. და ასევე უნდა ხაზგასმით ლეკვობიდან უნდა აჩვენოს პატრონმა, რომ ეს არის მისი უფროსი, რომ ძაღლმა არ მოახერხოს დომინანტობის მიღწევა ოჯახში. ამან თუ ოდნავ იგრძნოს სისუსტე პატრონის მხრიდან, ეგრევე ეცდება ის სისუსტე გამოიყენოს და გახდეს თვითონ უფროსი და მერე არავის არ ურჩევ ამ ძაღლის წინ დადგომას, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ძაღლია და ძნელი იქნება მერე ამის დამორჩილება. ზიანოდარმა ძალიან ბევრი რჩევები მოგცა, ამიტომ დიდ მადლობას ვუხდით მას. იმედია, რომ ბობო ამ გაკვეთილების შემდეგ უფრო დაჯკვიანდება და შედეგი ექნება. ძალიან ბევრი რჩევა მომცა და გავითვალისწინებ აუცილებლად. აბა ზიანოდარ, მე ვიცი რაც დავალება გაქვთ ამ გოგონასთან. აი ვქეთო ამ პატარა გოგომ ძალიან თხოვო რომ ეთერში პირდაპირ სიუჟეტში ისა სტუდიაში გადაეცით გვანცას დიდი მოკითხვა და ძალიან მიყვარს ვარ. შევასრულე გვანცას. მეც გვანც. მე კიდე იცით რა მიხარია, ჩვენ ძალიან გვიყართ ხალხი და მოვიწყე მე უბრალოდ ვიცი რომ ცოტა დრო დაგვრჩა და ძალიან მინდა დავასახელო გამარჯვებული ზოომარტის ვიქტორინის კითხვა იყო რომელი დეკორატიული ჯიშის ძაღლი გამოიყვანეს მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისში მუშამაღაროელებმა და ეს არის იორკშირ ტერგერი. აი გითხარით უყურეთ მეთქი და მიხვდებით ხო და მე მინდა მიულოცა ლუკა ქობალიას. ლუკა ჩემი მეგობარია Facebook-იდან პატარა. ძალიან კარგი. უნდა მიხვიდე ზოომარტში კარტოზიას ქუჩა ნომერი 6 და აი ეს კიდევ შენი. მე კიდევ ალექსანდრე კრაწაშვილს მინდა მიულოცა, იმიტომ რომ მან მოიგო კინოთეატრებისგან 125 ლარიანი ვაუჩერი გილაც. Super, დაი